ეს ახალციხის ხელოვნურ ტბაზე არსებული საპირფარეშოა. აქვეა მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2023 წელს 650,000 ლარად ნაყიდი სათვალთვალო კამერების ნაწილიც. ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი რიგზეა, გარეგნულად. თუმცა საკმარისია საპირფარეშოს კარი შეაღოთ, ნახავთ. შენობაში არ მოდის წყალი, არ არის განათება. დაზიანებულია და არ ირეცხება უნიტაზები. დაზიანებულია კარები, მაგიდები. ტალახიანი და მოუწესრიგებელია იატაკიც. აქვეა მეორე საპირფარეშოც, რომელიც რამდენიმე წლის წინ აშენდა. შენობას ფანჯრები ჩამტვრეული აქვს. შიგნით მოხვედრა შეუძლებელია. კარი ჩაკეტილია. მუნიციპალურ ორგანოში მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ ციტატა. მუნიციპალიტეტი მუშაობს პრობლემის აღმოსაფხრელად, რაც საზოგადოებრივ საპირფარეშოებთან დაკავშირებით არის. რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს და რა დაავადებების გავრცელების საფრთხე არსებობს, მაშინ როდესაც საპირფარეშოები ასე გამოიყურება. ვესაუბრება პროფესორი გიორგი ფხაკაძე. ვენტილაცია, წყალი, სისუფთავე და უფასო რაც თავარი არის. ანუ საპირფარეშო უნდა იყოს უფასო. რატომ? იმიტომ რომ ეს არის მუნიციპალური პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც უნდა იყოს მოწესრიგებული და უნდა იყოს იდეალური. მოწესრიგებელი საპირფარეშო ეს ასევე არის ინფექციის გავრცელების წყარო. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ თუ რამე ეპიდემიები და უბედურებები და ასე შემდეგ, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში ეს შეიძლება იყოს ინფექციის გავრცელების წყარო. შესაბამისად, არ ყოფნა ამ საპირფარეშოების ცალკე პრობლემა და როცა არის, მაგრამ არის მოწესრიგება, ეს კიდევ ცალკე პრობლემა არის. საპირფარეშოები ეს არის ერთ-ერთი მაჩვენებელი ქვეყნის განვითარების ინდიკატორი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, თუ ქვეყანა არის განვითარებული ინფრასტრუქტურულად, ეკონომიკურად და ასე შემდეგ, შესაბამისად, იქ საპირფარეშოების არის ადეკვატურად მოწესრიგებული. აქვე გეტყვით, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა გასულ წელს ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მუნიციპალური საპირფარეშოები იჯარით იყო გაცემული, თუმცა მოიჯარემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რის გამოც ხელშეკრულება შეწყდა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი გააგრძელებდა საპირფარეშოების მოვლაპატრონობას. ჩვენ ახალციხის მერიას ვკითხეთ ხელშეკრულების შეჩერების მიზეზი და ის თუ ვისევალება ახლა საპირფარეშოების მოწესრიგება, თუმცა ამ კითხვაზე არ გვიპასუხეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ახალციხის ხელოვნური ტბის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის განვითარება და მოვლაპატრონობა აიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალარინებას ევალება. ჯამში აიპს ზემოთხსენებულ სამუშაოებთან ერთად სასმელი და სარწყავი წყლის სისტემის და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც ევალება, რომლისთვისაც ჯამში მილიონამდე ლარია გათვალისწინებული.